სალამი. დღეს ვსაუბრებთ Python-ის random მოდულის შესახებ, რომელიც გვეხმარება პროგრამაში შემთხვევითობის ელემენტის ჩართვაში. დავუშვათ გვინდა რაღაც შემთხვევითი რიცხვების დაგენერირება, ან შემთხვევითი ელემენტების ამოღება C-დან, თუ სხვა მსგავსი ოპერაციები, რასაც განვიხილავთ ოდნავ მოგვიანებით. თუმცა მანამდე მინდა განახოთ ერთი მაგალითი და კითხვა არის შემდეგი. თქვენი აზრით, როგორ ვაკეთებ ამ ყველაფერს, რასაც ახლა გავაკეთებ და თუ შეგიძლიათ თქვენც იგივე გააკეთოთ თქვენს ოპერაციულ სისტემაზე. ამ შემთხვევაში ვაკეთებ იმას, რომ უბრალოდ Python-ის ფაილი მაქვს შექმნილი და ვაკეთებ ანუ random მოდულის იმპორტს და შემდეგ ვიყენებ randint ფუნქციას ამ მოდულიდან და ამ randint ფუნქციას ჭირდება ორი არგუმენტი. პირველი ეს არის საწყისი რიცხვი, ბოლო არის საბოლოო რიცხვი და ამ ორ რიცხვს შორის ეს ფუნქცია ანუ მიგენერირებს უბრალოდ შემთხვევით რიცხვს ყოველ გაშვებაზე. და მე ვამბობ იმას, რომ იმე შემიძლია წინასწარ განვსაზღვრო თუ რა იქნება შემდეგი დაგენერირებული რიცხვი, მიუხედავად იმისა, თუ დავუშვათ აქ ერთიანის მაგივრად სხვა რიცხვს თუ ჩავწერთ, ერთიანი იქნება თუ სხვა რიცხვი და აქ 10-იანი იქნება თუ სხვა რიცხვი. ამის ილუსტრაციად უბრალოდ დავიწყოთ მოდით მარტივი რიცხვით. ამ შემთხვევაში იყოს მოდით 1 და 100 და გავუშვებ მოდი ფუნქციას ხელით. ანუ ლუპი და რაღაცეებით რო არ გავართულოთ, გავუშვი ანუ ეს ფუნქცია და პირველი შედეგი რაც მომცა ეს არის 18. ამის შემდეგ მე შემიძლია ვთქვა, რომ შემდეგი რიცხვი იქნება 73, შემდეგი რიცხვი იქნება უკვე 98, შემდეგი იქნება 9, შემდეგი იქნება 33 და ასე შემდეგ. გავართულოთ მოდით ცოტა და 100-ის მაგივრად დავუშვათ ავიღოთ ოდნავ უფრო დიდი რიცხვი. და თუმცა ეს დიდი რიცხვი მოდით დავაგენერიროთ აი ამ მეთოდით, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ შემთხვევაში გახსნილი მაქვს უბრალოდ Chrome და Google-ში ავკრიფე random number generator-ი და Google-ის ასეთი ფუნქციონალი ამომიგდო, რომელიც სხვათა შორის საინტერესო რაღაც ვნახე აქ 100 და 100 თუ ავკრიფებთ რატომღაც ლამაზ ჩანაწერს გვიჩვენებს, სხვა შემთხვევებში უბრალოდ შავია ჩანაწერი, მოკლედ. გვინდა დავუშვათ რაღაც შემთხვევითი რიცხვი ძალიან დიდ ორ რიცხვს შორის და ეს ორი რიცხვი გამოვიყენოთ, მაგრამ პრინციპში ამ ხელაც არ გვინდა. ეს ორი რიცხვი გამოვიყენოთ შემდეგ საწყის და საბოლოო რიცხვებად, დავუშვათ აქ ავკრიფოთ რაღაც რიცხვი და ამ ორი რიცხვს შორის საწყისი რიცხვი დავუშვათ, ეს სავარაუდოდ საბოლოო იქნება, იმიტომ რომ დიდი გამოვიდა. ანუ დავუშვათ ეს იყოს საწყისი, უბრალოდ საბოლოო რიცხვი და ეხლა ავიღოთ პირველი ცოტა პატარა. რაღაც რიცხვი ავკრიფოთ და generate 5492-დან. ანუ ეხლა მე ვამბობ, რომ შემიძლია თქვა თუ რა იქნება შემდეგი დაგენერირებული შემთხვევითი რიცხვი. თუმცა ამისთვის დამჭირდება რამდენიმე წამი, რადგან ეს ყველაფერი საჭიროებს გამოთვლებს. დაახლოებით ეს წაიღებს მაქსიმუმ ალბათ 5-დან 10 წამამდე. და ამისათვის წესდა უნდა იყოს მეტი დრო საჭირო. ამ შემთხვევაში მგონი უკვე მზად ვარ, ეს გამოთვლები რომ გავაკეთო, დავაწვევი Ctrl+B-ს და start და end ანუ განმარტებულია და არის ეს ორი რიცხვი. და თუ დავაწვევი აი ამ თუ გავუშვებ ამ ფუნქციას, პირველი რიცხვი რომელსაც მივიღებ არის 6032 და თუ ჩემი გამოთვლების სწორია, შემდეგი რიცხვი უნდა იყოს 7813. შემდეგი რიცხვი უნდა იყოს 8768 და შემდეგი უნდა იყოს 8610. მოკლედ. ბევრი როგორ გავწელოთ, მგონი მივხვდით კითხვა რა შედგომარეობს და თუ შეგიძლიათ თქვენ იგივე რამის გაკეთება თქვენს კომპიუტერზე. და ეხლა კი მოდით გადავიდეთ უკვე ზოგადად მოდულის განხილვაზე. ეს ფაილი უბრალოდ იყოს ასე. დავასრულეთ ანუ პირველი ნაწილი და გადავდივართ უშუალოდ ფუნქციებზე, რომელიც აქვს random ბიბლიოთეკას და ამ შემთხვევაში უბრალოდ გამოვიყენებ terminals. მოდით ცოტა გავადიდებ. მგონი საკმარისია. random ბიბლიოთეკის გამოსაყენებლად როგორც ნებისმიერი სტანდარტული ბიბლიოთეკისთვის ვაკეთებთ ასეთ რამეს import random და შემდეგ შეგვიძლია random წერტილი რაღაც ავკრიფოთ და ეს ფუნქცია გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში თუ მე ავკრებ dir randoms, ამ შემთხვევაში მივიღებ თუ დავაკვირდები ჩანაწერებს, რომელსაც არ აქვს ასეთი ქვედა ტირები და რაღაც საშინელებები, ასევე დიდი ასოთი არ იწყება, მივიღებ იმ ფუნქციებს, რომელთა გამოყენებაც შემიძლია. ამ შემთხვევაში ეს არის ეს. აი ეს ფუნქციების ჩამონათვალი, რომელთაგანაც ზოგიერთი არის სპეციფიკურად მათემატიკური, სტატისტიკური, შესაბამისად არ გამოვიყენებ ამ შემთხვევაში მათ, გამოვიყენებ იმათ, რომელიც არის უფრო საშუალო მომხმარებლისთვის გამოსადეგი ყოველდღიურობაში. ამ შემთხვევაში ჩამოწერილი მაქვს აქედან რამდენიმე მათგანი, აი აქ, პირველი ეს არის random, რომელზეც როგორც დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მიბმულია შემდეგ უკვე სხვა ფუნქციები. ეს ფუნქცია უბრალოდ გვიბრუნებს შემთხვევით რიცხვს 0-დან 1-ის გამოკლებით, ანუ 0-დან 1-მდე. მათემატიკურად 0, უბრალოდ პირიქით 0, 1. აი ეს
0 1 არ შედის. ამ ფორმით ანუ თუ აგვერთ დავუშვათ randoms helps მივიღებთ ასეთი დახმარების ტექსტს, რომელიც გვეუბნება, რომ ეს არის მეთოდი, რომელიც გვიბრუნებს რიცხვს ინტერვალში 0-დან 1-მდე. ანუ 0 შეიძლება შედიოდეს, იმ რიცხვში 0 შეიძლება იყოს შედეგი ამ ფუნქციის, თუმცა 1 არასოდეს არ იქნება ამ ფუნქციის შედეგი, ყოველთვის იქნება 1-ზე ნაკლები. ანუ ეს ასეთი ფუნქცია, რომელიც არსებობს, თუმცა დიდად გამოსადეგი ნამდვილად არ არის. გაცილებით გამოსადეგია ხოლმე ის ფუნქცია, რომელიც წეღან ნახეთ. random randint, მაგალითად აქ თუ ავგრებ ორ რიცხვს, რიცხვის შედეგი, რომელსაც დავიბრუნებთ, ეს ფუნქცია იქნება ამ ორ რიცხვს შორის შემთხვევითი რიცხვი. დავუშვათ, აქ შემიძლია ავგრიფო 100, აქ შემიძლია ავგრიფო 200 და მივიღებ შემთხვევითი რიცხვებს 100-დან 200-ის ჩათვლით. თუ ნახავთ დახმარების ტექსტს ამ ფუნქციისთვის, დავინახავთ, რომ ამ შემთხვევაში ორივე რიცხვი შედის და შეიძლება ანუ მივიღოთ როგორც დავუშვათ 100 და 200-ის აგრების შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ 100-იც და 200-იც, ანუ ორივე შედის. და ასევე შეიძლება რა თქმა უნდა, როგორც წესი მივიღებთ ხოლმე ამ რიცხვებს შორის რიცხვებს და არა კონკრეტულად ამ რიცხვებს. ну 100 და 200-ის შემთხვევაში. შემდეგი ეს არის uniform. ნახოთ მოდით დახმარების ტექსტი, რაც გვეუბნება ამ ფუნქციაზე. uniform AB მეთოდი, რომელიც გვიბრუნებს რიცხვებს A-დან B range-ში. და ნახოთ მოდით, რაც დაგვიბრუნებს ეს random uniform-ი. დავუშვათ მივუთითოთ 1-დან 10-მდე. random uniform-ი ანუ განსხვავებით დავუშვათ randint-ისგან, აქ ანუ მთელი რიცხვები შეგვიძლია მივუთითოთ. არ გვიბრუნებს ანუ დავუშვათ 1-დან 10 თუ მივუთითებთ მაგალითად 6-ს, არამედ გვიბრუნებს რაღაც მთელ რიცხვს, უბრალოდ წილადით მთელ რიცხვს, ანუ float ტიპის მონაცემს Python-ში. და ეს 3.8, 8, 6 რაღაცები არის float ტიპის მონაცემი, ანუ ეს გამოგადგება თუ არა მთელი რიცხვის დაგენერირება გვინდა. რაც რა თქმა უნდა შეგვიძლია სხვანაირადაც, მაგალითად დავაგენერიროთ რაღაც დიდი ინტიჯერი და შემდეგ გავყოთ დავუშვათ 100-ზე და მივიღებთ რაღაც მთელ რაღაცას, მაგრამ ნუ ეს ამ შემთხვევაში გვიმარტივებს საქმეს uniform-ი. შემდეგია rand range. random rand range არის საკმაოდ გამოსადეგი იმ შემთხვევაში, თუ გვინდა მაგალითად სპეციფიკური ტიპის რიცხვის დაგენერირება დავუშვათ. გვინდა ლუწი რიცხვის დაგენერირება, ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ასე. random rand range დავუშვათ 0-დან დავუშვათ 100-მდე გვინდა რომ ეს რიცხვი იყოს და გვინდა რომ იყოს ლუწი. ამ შემთხვევაში ვხედავთ რომ ვღებულობთ ნამდვილად ლუწ რიცხვებს, თუ დავუშვათ გვინდა რომ ეს რიცხვი იყოფოდეს 10-ზე, ამ შემთხვევაში 0-დან 100-მდე დავწერთ პირველ არგუმენტს და შემდეგ დავწერთ 10-იანს და მივიღებთ ამ შემთხვევაში 10-ზე რაც იყოფა ისეთ რიცხვს, იგივენაირად შეგვიძლია დავუშვათ მივიღოთ 19-ზე რაც იყოფა ასეთი რიცხვი და ასე შემდეგ. ანუ როგორ მუშაობს ახლა ეს random rand range-ი. Python-ში როგორც იცით გვაქვს, იმედია იცით, რომ გვაქვს range ფუნქცია, რომელიც გვიბრუნებს NVIDIA-ში არ არის, მაგრამ შეგვიძლია ლუპებში გამოვიყენოთ როგორც სია. ამ შემთხვევაში range-ში თუ მე მივუთითებ ანუ დავუშვათ რაღაც 10-იანს, 10 ელემენტს დამიბრუნებს, თუ შემდეგ სიად გადავაკეთებ. მაგრამ გარდა იმისა, რომ პირდაპირ 10-იანი მივუთითო, მე შემიძლია ასევე მივუთითო range-ში დავუშვათ საწყისი წერტილი, რომელიც იყოს ამ შემთხვევაში 0, საბოლოო წერტილი, რომელიც იყოს ანუ დავუშვათ წინა მაგალითს რომ მივყვეთ 100 და მივუთითო ინტერვალი, რა ინტერვალებით მოხდეს 0-დან 100-მდე ზრდა. ანუ პირველი წევრი რო იქნება დავუშვათ 0, მეორე წევრი თუ არაფერს არ მივუთითებ მესამე არგუმენტად იქნება 1, მერე იქნება 2. გადავაკეთოთ მოდით ლისტად. და დავინახოთ რომ 1-ით ემატება ყოველი შემდეგი წევრის მიღებისას წინა წევრს რიცხვი. თუმცა თუ მივუთითებ მე აქ მესამე არგუმენტს, დავუშვათ მივუთითებ 2-ს. შედეგები იქნება ასეთი, 0-ს დაემატება არა 1, არამედ ინტერვალი, რომელთაც მოხდება, ანუ step წინა რიცხვიდან საფეხური მომდევნო რიცხვამდე იქნება 2. ანუ ამ შემთხვევაში დავინახოთ, რომ მივიღებთ ლუწ რიცხვებს. შესაბამისად, ეს range ფუნქცია ამ გზით თუ გამოვიყენებთ, გვაძლევს ანუ რიცხვებს, დავუშვათ ამ შემთხვევაში ლუწ რიცხვებს. თუ გვინდა დავუშვათ 0-დან 100-მდე შემთხვევითი ლუწი რიცხვი, შეგვიძლია აქედან ამ გზიდან ამოვიღოთ შემთხვევითი რიცხვი, ერთ-ერთი მომდევნო ფუნქციით, რომელსაც ვნახავთ, თუმცა უფრო მარტივი მეთოდი ამ შემთხვევაში არის rand range, რომელიც წეღან ვნახეთ, რომელიც არის იგივე რომ დავაგენერიროთ რაღაც range-ი რიცხვები, ამ შემთხვევაში დავუშვათ ლუწი რიცხვები და შემდეგ ანუ გამოვიყენოთ ფუნქცია, რომელიც ამოიღებს დავუშვათ ერთ ელემენტს აქედან. ანუ ეს გაერთიანებს რამდენიმე ფუნქციას ერთმანეთში, ანუ თუ აკვირდებით დავუშვათ 0-დან 1000-მდე დავუშვათ რიცხვი, რომელიც იყოფა 100-ზე. მივიღებთ ასეთ რიცხვს. იმედია მივხვდეთ. შემდეგი არის choice, რომელიც არის ნამდვილად კარგი ფუნქცია, საკმაოდ ხშირად ვიყენებ ხოლმე, როგორც მახსოვს სხვა ფუნქციებთან შედარებით. random choice. მოდით ნახოთ დახმარების ტექსტი ამისთვის. ეს გვეუბნება რომ choose a random element from a non-empty sequence. ანუ non-empty sequence-იაო. ეს გვეუბნება რომ არაცარიელი
C-ის ტიპის C-ის არა, ამ შემთხვევაში ვთქვათ C-ა, ელემენტთა ერთობლიობა. ელემენტთა ერთობლიობა უნდა იყოს არა ცარიელი. მოდით ცარიელი ვსუნჯეთ რას იზავს. ცარიელი იზავს იმას, რომ ამოგვიგდებს errors cannot choose from an empty sequence. ეს ცარიელი იყო ეს სიმრავლე, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, ელემენტთა სიმრავლე, მივაწოდოთ მოდით არა ცარიელი, დავუშვათ მივაწოდოთ ასეთი რაღაც ბევრი ელემენტისგან შემდგარი C-ა. 1 2 3 4 8 random choice-ი შედეგად მოგცემს ერთ ელემენტს ამ C-დან. ყოველ შემდეგ გაშვებაზე მოგცემს შემთხვევით დაგენერირებულ ერთ ელემენტს ამ C-დან, შემთხვევით ამორჩეულ ერთ ელემენტს. ეს არის სულ აი ამის დანიშნულება. თუმცა არის გამოსადეგი ხშირად. მიხედავთ ასეთი მარტივი ფუნქციონალისა. შემდეგი არის choices. ნახოთ მოდით დახმარების ტექსტი ამისთვის. Random choices შემთხვევაში population არის იგივე C-ა დავუშვათ წინა შემთხვევაში რაც იყო, შეგვიძლია მსგავსი ფორმით მივაწოდოთ. ასევე აქვს weights და ასევე აქვს k. როგორც მივხვდით, to choice დავუშვათ გვიბრუნებდა C-დან ერთ ელემენტს შემთხვევით, დავუშვათ აი ამ C-დან ერთ ელემენტს აბრუნებდა. Random choices საშუალებას გვაძლევს რომ ერთზე მეტი ელემენტი დავაგენერიროთ. ამისათვის უნდა მივუთითოთ დავუშვათ k მეორე არგუმენტად და k უდრის დავუშვათ 3-ს. ამ შემთხვევაში მივიღებთ აი ამ პირველი არგუმენტიდან, რომელიც არის C-ა, 3 ელემენტს, რომელიც დაგენერირებულია შემთხვევით. დავუშვათ ამ შემთხვევაში იყოს 8 9 2. რა თქმა უნდა, ესეც იცვლება. ამ შემთხვევაში წინა help methods თუ დაუბრუნდებით ისევ help ფუნქციას, ამ ფუნქციამ გვიჩვენა რომ weights არგუმენტიც აქვსო აი ამ choices. ეს weights არგუმენტი გვეხმარება იმაში, რომ დავუშვათ თუ მე მაქვს აი ასეთი რიცხვები, ეს რეალობაში სავარაუდოდ რაღაცას აღნიშნავს შინაარსობრივად და დავუშვათ შემთხვევით დაგენერირებულ 3 ელემენტში მინდა რომ 3-იანს კონდეს მეტი მოხვედრის შანსი. ან 9-იანს კონდეს მეტი მოხვედრის შანსი და დავუშვათ 8-იანს ნაკლები. ამ შემთხვევაში შემიძლია გავაკეთო ასეთი რამ. weights უდრის რაღაც C-ას და ამ C-აში იგივე ინდექსებით მივუთითო დავუშვათ წონები. მათემატიკაში ეს საშუალო შეწონილი თუ გაქვთ სავარაუდოდ მასწავლი, დაახლოებით იგივე პრინციპია. უფრო მეტი წონა რომელს გვინდა რომ მივანიჭოთ. შემთხვევით რიცხვების ამოღებისას. დავუშვათ გვინდა რომ პირველ რიცხვს რომელიც არის ერთიანი მივანიჭოთ წონა ერთიანი. მეორე რომელიც არის ორიანი, ასევე მივანიჭოთ ერთი წონა, მესამე რომელიც არის სამიანი, დავუშვათ მივანიჭოთ წონა 30. ეს ნიშნავს რომ 30 ჯერ მეტი შანსი უნდა იყოს რომ სამიანი ამოვიდეს შედეგებში. შემდეგ იყოს დავუშვათ 9-იანისთვის ასევე 30 და 8-იანისთვის იყოს დავუშვათ ძალიან დიდი. 8-იანისთვის იყოს 100. ეს კონფიგურაცია ამ შემთხვევაში უნდა მოველოდეთ რომ შედეგებში თუ 3 ელემენტს ამოვარჩევთ ამ წონებით ამ C-დან უნდა გვაძლევდეს შედეგს, როდესაც როგორც წესი ხშირად გვხდება ხოლმე 8-იანი და ასევე საკმაოდ ხშირად გვხდება ხოლმე 3-იანი და 9-იანი და 1-იანი და 2-იანი თითქმის საერთოდ არ უნდა შეხვდეს ხოლმე. დავნახოთ. წონა ყველაზე მეტი ქონდა 8-იანს და როგორც დავინახეთ შედეგებში 8-იანი არის ყველაზე მეტი ჯერ და ასევე გვაქვს 3-იანი, რომელსაც საკმაოდ მაღალი წონა ქონდა და თუ გავუშვებთ კიდევ ერთხელ დავინახოთ რომ 8-იანები როგორც წესი ჭარბობს. იმის გამო რომ წონა მივანიჭეთ მაღალი. და 1-იანი და 2-იანი თითქმის საერთოდ არ გვხდება, თუმცა თუ დავუშვათ 2-იანს შევცვლით წონას და გავხდით 200-ს. აბა გამოიცანით რა მოხდება, დავაწვევი enter-ს. ამ შემთხვევაში 200-ის წონა ყველას გადაწონის და როგორც წესი 200-ს შეხვდება ხოლმე ხშირად. მოკლედ მივხვდით ამ ფუნქციონალსაც. შემდეგი არის sample, random sample. ნახოთ ამის დოკუმენტაციაც. ეს sample გვეუბნება რომ უნიკალურ ელემენტებს ამოარჩევს ჩვენი C-დან. ჩვენ თუ დავუშვათ წეღან წინა შემთხვევაში დავაკვირდებოდით. როდესაც დავუშვათ აი ამ წონებით გავუშვით და ამოვარჩიეთ 3 ელემენტი. ზოგჯერ იყო ხოლმე შემთხვევა რომ იმის გამო რომ დავუშვათ რაღაცას ქონდა მაღალი წონა, დავუშვათ 100-იანი ქონდა 8-იანს, ზოგჯერ ამ შემთხვევაში 200 აქვს 2-იანს და ამიტომ 2-იანი უფრო მეტ ჯერ, 2-იანზე განვიხილოთ მაშინ. 2-იანს ამ შემთხვევაში წონა აქვს ყველაზე მაღალი და ყველაზე ხშირად ხდება. მიუხედავად იმისა რომ აი ამ საწყის C-აში რომელიც მივაწოდეთ, 2-იანი სულ ერთხელ არის. 2-იანი შედეგებში 1-ზე მეტჯერ ხდება. ეს ნიშნავს რომ ერთხელ რა მოიღო დავუშვათ ვიღაცამ ამ C-დან 2-იანი, ისევ ჩააბრუნა ამ C-აში 2-იანი და მეორეჯერ ამოღებისას ისევ შეიძლება რომ 2-იანი ამოვიღოთ. შესაბამისად გენერირდება აი ასეთი ტიპის შედეგი. ხოლო sample ამ შემთხვევაში საშუალებას გვაძლევს რომ უნიკალური ელემენტები ამოვიღოთ მხოლოდ. გადავაკეთოთ მოდით ეს ვერსია random sample-ად. ამ შემთხვევაში weights არ აქვს მას. შეგვიძლია დავტოვოთ და გადავაკეთოთ sample-ად.
random sample ამ შემთხვევაში აი ამ C-დან დაგვიბრუნებს სამ უნიკალურ ელემენტს. ანუ თუ ამ შემთხვევაში დავუშვათ პირველად შეირჩა ორიანი, ეს ორიანი ამ C-დან ამოვარდება დროებით და დარჩენილი 4 ელემენტიდან მოხდება მეორე ელემენტის შერჩევა. შემდეგ ის ელემენტი ამოვარდება და დარჩენილი 3 ელემენტიდან მოხდება მესამე ელემენტის შერჩევა. ანუ შედეგები უნდა იყოს უნიკალური. რაც ნამდვილად ასეა. ანუ განსხვავება სავარაუდოდ მივხვდით, random sample ან უნიკალურ ელემენტებს გვიბრუნებს C-დან, ხოლო random choices უბრალოდ ელემენტებს ამ C-დან, ანუ არ აქცევს ყურადღებას ეს ელემენტი უკვე იყო თუ არა დაბრუნებული, ანუ ამოღებული. ზოგჯერ ასეც საუბრობთ ხოლმე უფრო ქართულში ალბათ. შემდეგია shuffle. დავთ მივხვდებით რას აკეთებს ეს. shuffle ამ შემთხვევაში, როგორც ვკითხულობთ აქ, ეს არის მეთოდი, რომელიც shuffle-ს უკეთებს C-ს. ანუ shuffle ამ შემთხვევაში ნიშნავს არევას, ასე ვთქვათ, მიმდევრობის შეცვლას. და მაგალითი რო გამიხილოთ, დავუშვათ, თქვათ რომ A იყოს, დავუშვათ რაღაც რიცხვები 1, 3, 90, 99 რაღაცა და რაღაც უფრო დიდი რიცხვი. ანუ უბრალოდ სპეციალურად დავალაგე ამ შემთხვევაში ზრდის მიხედვით. თუმცა რა თქმა უნდა არ არის საჭირო. და თუ გავაკეთებ ასეთ რამეს, random წერტილი shuffle და მივუთითებ A-ს, ეს ფუნქცია მე შედეგად მომცემს იმას, რომ A-ს C-აში რიცხვების მიმდევრობა შეიძლება შემთხვევით არ. ანუ A-ში ამ შემთხვევაში ზრდადობით აღარ იქნება დალაგებული და იქნება რაღაც შემთხვევითი თანმიმდევრობით. თუ კიდევ გავუშვებ დავუშვათ shuffle-ს და გავნახავ A-ს, ისევ შეიძლება თანმიმდევრობა, ანუ random shuffle უბრალოდ მიმდევრობას გვიცვლის ელემენტებისას C-აში. და აქ მე ზოგჯერ მეშლება ხოლმე და დავუშვათ წერ ასეთ რაღაცას A უდრის random shuffle A-ს. თუმცა ეს ამ შემთხვევაში რო გავუშვა და დავწერო A, დავინახავ რომ A ამ შემთხვევაში გახდება none ტიპის ობიექტი და A is none თუ ავკრებ, ხედავ რომ არის true. და ამის მიზეზი არის ის, რომ random shuffle ადგილზე ახდენს ცვლადად მიწოდებული C-ს მიმდევრობის შეცვლას ელემენტებისას, ანუ გადანაცვლებას ელემენტების ამ C-ში, ანუ არ გჭირდება ცვლადის დაწერა ასე რომ A უდრის დავუშვათ ამის შედეგს, იმიტომ რომ ამის შედეგი არის არაფერი. ამ შემთხვევაში თუ ავკრებ დავუშვათ ისევ helps, დავინახავ რომ end returns none, ანუ გვეუბნება აღწერილობა რომ არ აბრუნებს ფუნქცია რაიმე შედეგს, ანუ პირდაპირ უბრალოდ ცვლადისში უცვლის ელემენტებს მიმდევრობას, სულ ეს არის. ამ შემთხვევაში მოდით უცებ რო გადავავლოთ თვალი აქ მივუწეროთ დავუშვათ მოკლე აღწერილობები, თუ რას აკეთებს, random ან გვიბრუნებს random numbers from 0 to 1. ამ შემთხვევაში 1 არ შედის. randint random number from A to B. ანუ ამ შემთხვევაში A და B ცვლა-დებია როგორც მივხვდით და A-ც და B-ც ამ შეგვიძლია ჩვენი სურვილესამებრ მივუთითოთ. და ორივე შედის. შემდეგია uniform, რომელიც გვიბრუნებს random numbers, რომელიც არის float-ი, random float number A-დან B-მდე, B არ შედის, როგორც მახსოვს, rand range შემდეგ უკვე გვარჩევინებს elements რაღაც range-დან specific random element ასე დავწეროთ, ანუ მაგალითად ლუწი რიცხვები, კენტი რიცხვები, რიცხვი რომელიც იყო 10, 100, ან რაღაც მსგავსი პრინციპით. შემდეგია choice, რომელიც C-დან ერთ ელემენტს გვაძლევს. შემდეგი არის choices, რომელიც გავს ამ მეთოდს, უბრალოდ ამ ფუნქციას. თუმცა ამ შემთხვევაში გვიბრუნებს multiple random elements from list, ანუ შეგვიძლია ერთზე მეტი ელემენტის ამოღება choice-ით. შემდეგია sample, რომელიც გავს choices, თუმცა განსხვავება იყო ის, რომ გვიბრუნებს უნიკალურ შედეგებს C-დან, რომელსაც მივაცვლით, ანუ თუ ერთი ელემენტი უკვე ამოიღო და შედეგებში გვიბრუნებს და გვეუბნება რომ ეს შემთხვევითი რიცხვი უკვე ამ C-დან არის აქ დავუშვათ შედეგში, მეორედ ის ელემენტი ვეღარ მოხდება. შემდეგია shuffle, რომელიც უბრალოდ shuffles the list.
shuffles the elements in list. Shuffles elements in the list. ანუ ელემენტებს უბრალოდ უცვლის მიმდევრობას. თუმცა ელემენტების რაოდენობას და ასე შემდეგ არ ცვლის. ხო, ეს არის ანუ მოკლე აღწერილობები, შეგიძლიათ დატესტოთ და ნახოთ მაგალითებზე. შემდეგი, ეს არის რამდენიმე სიტყვა რო თქვა დავუშვათ, რამდენად გამოსადეგია ხოლმე random ფუნქციები და ორი მაგალითი რაც მახსენდება ამ ორი ფუნქციისთვის, ანუ პირადი მაგალითი მაგალითად random-ის shuffle მეთოდზე მახსენდება სამსახურის შემთხვევაში, მაგალითად გვაქვს დავუშვათ რამდენიმე სერვერი, რომელზეც რაღაც კონკრეტული API-ზე ვაკეთებ request-ებს და იქიდან რაღაც ინფორმაციას ვიღებ, ვინახავ, ამუშავებ და ასე შემდეგ. და იმის გამო რომ დავუშვათ ეს სერვერები არის რამდენიმე და ამ რაოდენობა request-ების არის საკმაოდ დიდი, იმისათვის რომ დავუშვათ request-ები ძალიან არ გადაიტვირთოს სერვერები, ფუნქცია რომელიც მაგ დაწერილი იღებს დავუშვათ ბაზიდან რაღაც ელემენტებს მინდევრობით, ჯერ დავუშვათ პირველი სერვერიდან, შემდეგ მეორე და ასე შემდეგ და იმისათვის რომ სერვერები არ გადაიტვირთოს, სანამ request-ების გაგზავნას დავიწყებ, ჯერ ვაკეთებ ხოლმე მთლიანი სიის shuffles, აი ამ ფუნქციით. შედეგად ანუ სია რომელიც მაქვს მე, ანუ შედეგებში არ არის ჯერ მხოლოდ პირველი სერვერისთვის ინფორმაცია, შემდეგ მეორე სერვერისთვის დავუშვათ ლინკები, შემდეგ მესამესთვის, არამედ არის უბრალოდ არეული. და იმის მიხედვით თუ ანუ ამარეულიდან რომელი იქნება შემდეგი, ეს shuffle ფუნქცია მეხმარება რომ იყოს შემთხვევით განაწილებული და არ იყოს დავუშვათ ჯერ მარტო პირველ სერვერზე მოთხოვნები გაგზავნილი, მოთხოვნები არ გაიგზავნოს მხოლოდ პირველ სერვერზე, მერე მეორეზე, მერე მესამეზე და ასე შემდეგ. ანუ მიმართივებს საქმეს და სერვერებსაც დატვირთვას უმცირებს. და მეორე მაგალითი ასევე რომელიც არის უკვე პერსონალური პირადი მაგალითი. პირადი პროექტიდან ეს არის მაგალითად მახსენდება relevant-ზე, გამოყენებული მაქვს რამდენიმე ათეული პროქსი, ну რადგან ქართული საიტების ნაწილი არ არის საკმაოდ კარგად განწყობილი ინფორმაციის წამოღების თემასთან და ამის გამო ანუ ვიყენებ პროქსის. მოკლედ, პროქსიდან იმის გამო რომ დავუშვათ მაქვს ათეულობით სხვადასხვა პროქსი, ამ პროქსიდან ანუ ვიყენებ random choice ფუნქციას, როგორც მახსოვს და შემთხვევით ვიღებ ერთ ელემენტს, დავუშვათ მაქვს თუ მაქვს ვთქვათ 100 ელემენტი random choice-ით ამ სიიდან ვიღებ ერთ ელემენტს და შემდეგ ვგზავნი დავუშვათ ამ კონკრეტულ მისამართზე request-ს ამ კონკრეტული პროქსით. ანუ ყოველ მომდევნო შემთხვევაში ეს choice-ი სავარაუდოდ იქნება განსხვავებული და საშუალებას მაძლევს რომ ანუ 100-დან პირობითად გამოვიყენო სხვადასხვა პროქსი ყოველ შემთხვევაში. ну ზოგჯერ შეიძლება იგივე იყოს, მაგრამ ეს იქნება random შემთხვევითი. შესაბამისად არ არის პრობლემა თუ დავუშვათ არ იქნება ზუსტად 1%-იანი ალბათობა თითოეულისთვის. ეს იყო ანუ მაგალითები და განვიხილოთ ერთი სავარჯიშო, რომელიც არის აი ამ ფაილში მოცემული. ამ სავარჯიშოს კოდი არ იქნება ვიდეოს ქვემოთ, ანუ უბრალოდ გირჩევთ, ვისაც სურვილი გექნებათ გაკეთების, ანუ დაწეროთ თქვენ ხელით ეს ყველაფერი. ეს ამ შემთხვევაში უბრალოდ ანუ ვიზუალურად რო კარგად იყოს არის აი ესე გამოტანილი, თუმცა ეს ანუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა აი ასეც ჩაწეროთ, ანუ ეს ჩვეულებრივი ფუნქცია არგუმენტებით, space-ები ზემეთია. მოკლედ, სავარაუდოდ მივხვდით. და რას აკეთებს ეს ფუნქცია? ანუ ამ ფუნქციამ მინდა რომ გააკეთოს შემდეგი რამ. ამ ფუნქციას მივაწვდი მე სიგრძეს, მივაწვდი digits arguments და special characters arguments და ამ ფუნქციამ უნდა დამბრუნოს შემთხვევითი პაროლი. ანუ თუ თქვა დავუშვათ მე მივაწვდი ფუნქციას არგუმენტად, რაც სტანდარტულად არის სიგრძე 12, დავუშვათ მივაწვდე 12. და თუ ვეტყვი რომ დავუშვათ digits არის true და special characters ასევე არის true, ამ ფუნქციამ უნდა დამიბრუნოს პაროლი შემთხვევით დაგენერირებული ტექსტით, რომელიც არის 12 სიმბოლოსგან შემდგარი, რომელიც შეიცავს ციფრებს და რომელიც შეიცავს ასევე სპეციალურ სიმბოლოებს, რაც არის დავუშვათ სახელის ნიშანი, კითხვის ნიშანი, წერტილი მძიმე და ასე შემდეგ პაროლში გამოსაყენებლად. ამ შემთხვევაში ლოგიკა არის საკმაოდ მარტივი, პირველ საწყის ეტაპზე უბრალოდ ვიღებ ყველა ASCII სიმბოლოებს. ეს ანუ უბრალოდ არის დიდი და პატარა ასოები ინგლისურად. შემდეგ ვაკეთებ იმას, რომ თუ არგუმენტი ამ ფუნქციაში digits არის true, ანუ თუ ადამიანს უნდა ციფრების მიღებაც, ასევე ამ ელემენტებს, რომელსაც საწყის ეტაპზე ვამბობ, რომ ანუ SN-ია მარტო. შემდეგ ამ ელემენტების სიას ვუმატებ. ну სიას რა იდეაში ტექსტია. ანუ string-ი. ვუმატებ უკვე აი ამ ჩანაწერებს. რომელიც არის უბრალოდ ციფრები, ეს რა თქმა უნდა ხელითაც შეგიძლიათ ჩაწეროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში string module-ს ვიყენებ. და შემდეგ უკვე ვუმატებ თუ სპეციალური სიმბოლოებია, სპეციალურ სიმბოლოებს, რომელიც არის ეს რაღაც საშინელი სიმბოლოები. ანუ პაროლში იმის მიხედვით თუ რომელი არგუმენტები მომაწოდა მომხმარებელმა, ვამატებ დავუშვათ აი ამ სიას, რომელიც თავიდან დავაინიციალიზაციე აი ამ ელემენტებით, დავუშვათ ვუმატებ ციფრებს და შემდეგ ვუმატებ ამას. თუ ადამიანს უნდა პაროლში ეს. შემდეგ ვაკეთებ იმას, რომ random მოდულით, random choice ფუნქციას ვიყენებ. უბრალოდ choices და დავუშვათ თუ მაქვს რაღაც აი ესეთი ტექსტი
ანუ შედეგში იქნება ასეთი ტექსტი, თუ ადამიანო ციფრებიც აკრიფა რომ უნდა იქნება შემდეგ ეს და შემდეგ შეიძლება დაემატოს ესენი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გჭირდება. ანუ random choice-ის ფუნქციით აი ამ strings ჯერ პირველ რიგში ვაკეთებ split-ავ. ვაკეთებ ანუ list ელემენტად და შემდეგ უკვე აქედან random choice-ის ფუნქციით პირდაპირ ვიღებ რამდენიმე ჩემთვის საზრდოელ ელემენტს და შემდეგ ვაერთიანებ ისევ ტექსტად, რომ მომხმარებელს დავუშვათ არ მივაწოდოს სია და მივაწოდო რაღაც მსგავსი ტიპის ტექსტი. ანუ ესაა ფუნქციის ლოგიკა, თუმცა რაღაც მიზეზის გამო ეს ფუნქცია არ მუშაობს. თუ დავუძები Ctrl+B და გავუშვებ ამ ფუნქციას, ანუ სტანდარტული არგუმენტები არის 12 true და true. ან ხელითაც შემიძლია მით დავუშვათ 1 ან true და true იგივეა. შედეგში მაძლევს int object is not iterable errors. და რა არის ამის გამომწვევი? ეს არის მოკლედ მიზანი თქვენი რომ გაარკვიოთ რა იწვევს ამას და ვიდეოს ქვემოთ შეგიძლიათ დაწეროთ. მინიშნება ასე ვთქვათ, ერთი იქნება ის რომ დავუშვათ როგორ შეგვიძლია ამის დებაგინგი, ანუ ნახვათ რა ხდება, ერთი მეთოდი, ცუდი მეთოდი არის ეს, დავაკომენტაროთ ეს. შემდეგ ეს გამოვწიოთ მარცხნივ და შემდეგ ვთქვათ რომ დავუშვათ ასეთი რამე ხდება. ანუ ეს არგუმენტები ამ შემთხვევაში ცვლილებად გადავაკეთოთ. ძიმები მოვაშოროთ და გავუშვათ. ანუ ამ შემთხვევაში return outside the function, return არ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ფუნქციის გარეთ და დავუშვათ print-ი გავუკეთოთ ამას. ამ შემთხვევაში მივიღებთ int object is not callable errors და შემდეგ ანუ უნდა გავყვეთ თუ რა იწვევს აი ამ პრობლემას. ან პრობლემის გამომწვევი ნაწილი არის აი ამაში და მოკლედ ნახეთ და იმედია რომ ძალიან მარტივად მიხვდებით თუ რის გამო ხდება ეს ყველაფერი. თუ რამის ვერ გაიგებთ კონკრეტული ფუნქციის გამოყენებისას, Python-ის დოკუმენტაცია არის ძალიან კარგი წყარო. Random module-ზე ჩემი ინტერნეტი რა თქმა უნდა არ მუშაობს ნორმალურად. მოკლედ random module-ზე თუ დაგუგლავთ random Python random modules, ანუ უბრალოდ ამოგიდოთ Python-ის დოკუმენტაციას და შეგიძლიათ ნახოთ Python-ის დოკუმენტაციაში ეს ინფორმაცია. ასევე გამოსადეგი რაც რამდენჯერმე გამოვიყენე არის უბრალოდ ერთხელ როგორც მახსოვს მინიმუმ არის dir ფუნქცია, რომელიც მოდულის ანუ ის იდეაში აქ help-ია უფრო. dir random module-ზე შეგვიძლია გამოვიყენოთ რომ ყველა ფუნქცია ვნახოთ. მაგრამ თუ helps გამოვიყენებთ random random-ზე, ანუ ფუნქციის დახმარების ტექსტს ვკითხულობთ, ანუ რაც რამდენჯერმე გავაკეთე დღეს და ასევე Stack Overflow დაგუგლის შემდეგ ხშირად აგდებს ხოლმე შედეგებში. და მაგალითად გამოვიყენე დღეს აი ამ ფუნქციისთვის, როგორც მახსოვს, uniform, რადგან დოკუმენტაცია ცოტა გაურკვევლად არის, ანუ შეიცავს თუ არა ბოლო ელემენტს და Stack Overflow-ზე post-ის შედეგებში წავიკითხე პასუხი, რომელიც იყო როგორც მახსოვს, რომ აი ამ ელემენტს არ შეიცავს. გამომდინარე იქიდან, რომ იყენებს random ფუნქციას ეს ფუნქცია თვითონ და ამ random ფუნქციაში მაქსიმუმ შეიძლება დაგენერირდეს რიცხვი, რომელიც არის 1-ზე ნაკლები, შესაბამისად ეს ვერასოდეს ვერ იქნება მეორე რიცხვი ბესტოლი. მოკლედ დღეს გონი დავასრულებთ. თუ კითხვები გექნებათ, დატოვეთ ვიდეოს ქვემოთ. მომავალ შეხვედრამდე.